რეგულაციების მაგალითს მოგიყვანთ, რომელიც ბევრად უფრო მძიმეა სინამდვილეში, ვიდრე შეიძლება ჩვენთან არის, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ იმ დონემდე არ მივსულვართ. მაგრამ მივალთ თუ კი არ გავაჩერებთ ახალი რეგულაციების შემოღებას. და მინდა გავიხსენო ეს, როდესაც საზამთროს ექსპორტი ნდომებია თურმე რომელიღაცა კომპანიას ჩრდილოეთ არგენტინიდან პარაგვაიში. ჩრდილოეთ არგენტინა პარაგვაის ესაზღვრება. და ვერ გაგვაქვსო შეუჩივლიათ უკვე ახლად მოსული მილეის მთავრობის წარმომადგენლისთვის არგენტინაში. გაარკვიეს მთავრობის წარმომადგენელმა გაარკვია, რომ თურმე რაღაც აკრძალვა ყოფილა, არ შეიძლება საზამთროს გატანა პარაგვაიში. გაუგებარია რატომ იყო ეს რეგულაცია, რის გამო დააწესეს და ეს რეგულაცია გააუქმეს. ერთ კვირაში რეკავს ისევ ის კაცი და ეუბნება, ეგ რა არისო, ვერ დამეხმარეთო ფაქტიურად, ახლავო მე მთხოვენო, რომ იმისთვის რომ ექსპორტი გავაკეთო, ეს საზამთრო ჩამოვიტანო ბუენოს-აირესშიო, იქ გავაფორმო საბუთები და მერე წავიღო პარაგვაიშიო. იმ ჩრდილოეთ არგენტინიდან ბუენოს-აირესამდე დაახლოებით 1000 კილომეტრი მანძილია და საზამთროსთვის 1000 კილომეტრი ჯერ სამხრეთით წაიღო და მერე ჩრდილოეთით წაიღო. წარმოგიდგენიათ რა არა მარტო გინდა ფასზე და გინდა ხარისხზე როგორ იმოქმედებს. მოიძიეს ეს შესაბამისი რეგულაცია და გააუქმეს. ერთ კვირაში ისევ რეკავს ის კაცი. ეგ არისო თქვენი რეფორმაო? მაინც ვერ გაგვაქვს ეს საზამთრო პარაგვაიში. რატო რა ხდება? თურმე რა ხდება? არსებობს რეგულაცია, რომლის თანახმადაც საზამთრო არის კენკროვანი და კენკროვანი კიდე თურმე 500 გრამიან პაკეტებად უნდა იყოს დაფასებული. წარმოიდგინეთ ახლა საზამთრო როგორ უნდა დააფასო 500 გრამიან პაკეტებად. ამიტომ ვერ გაგვაქვს. გამოდის გასაგებია ახლა ამასაც გავაუქმეთო ის კაცი ამბობდა, მაგრამ წარმოიდგინეთ რამდენი ხელისშემშლელი რეგულაცია არსებობს იმისთვის, რომ ადამიანებმა ბიზნესი აწარმოონ თავისუფლად. არა მარტო ქვეყნიდან გარეთ გატანაზე არის პრობლემა, არამედ ჩემდა გასაოცრად ქვეყნის შიგნით გადაადგილებაც კი პრობლემა. მაგალითად მე ვიყავი არგენტინის ერთ-ერთ რეგიონში, რომელსაც ქვია პატაგონია და ჩემდა გასაოცრად იქ აღმოაჩინე, რომ თურმე ბუენოს-აირესიდან ჩაფრენილს შენ არ შეგიძლია პატაგონიაში შეიტანო ზოგიერთი პროდუქტი, მაგალითად ვაშლი, არ შეგიძლია შეიტანო რაღაც მწვანილი და კიდე რაღაცები იყო იქ ჩამონათვალში. საოცარია იმისთვის, რომ ესე იგი პატაგონიაში შენ ესეთი პროდუქტები შეიტანო, შენ რაღაც დამატებით ან ნებართვა ან ლიცენზია ან რაღაცა გჭირდება. საოცარია, ეს იგივეა გორიდან თბილისში ან ქუთაისში არ შეგეძლოს ვაშლის გატანა. როგორ შეუწყობს ეს ხელს ეკონომიკის განვითარებას. ეს რაღაც გაუგებარი ბიუროკრატიული აკრძალვა. სავარაუდოდ ვიღაცის ინტერესების დასაკმაყოფილებლად, იმიტომ რომ ვიღაცა ამაზე ხელს ითმობს. საბოლოო ჯამში ალბათ, აბა რატო უნდა მიიღოთ, საიდან მოუვიდათ ბიუროკრატებს აზრად, გაიკეთებიათ ასეთი აკრძალვა. ყველა ეს რეგულაცია და შეზღუდვა ცხადე არის ჩასახსნელი და გასაუქმებელი. თუმცა ამის გაკეთება ნელ-ნელა ცოტა რთული საკითხია. ჩვენს ინტერვიუში ამაზე ვახსენებთ კიდეც 3000-ზე მეტი რეგულაციაა თურმე არგენტინაში და ყოველ დღე თითო რეგულაცია რო გააუქმონ, ეს დაახლოებით 10 წელი დასჭირდებათ მარტო რეგულაციების გაუქმებას. აღარ ვამბობ სხვა რაღაცების მოწესრიგებაზე. ამიტომ რაღაც უფრო სწრაფი ნაბიჯების გადადგმა საჭირო მილეის მთავრობის მხრიდან.